მოგესალმებით, ვიფასო ტელემოყურებლებო, ეთერშია გადაცემა განათლებული საქართველო, რომელსაც უძღვები მე, მუხრან გულიაშვილი და დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ქალბატონი თამუნა კობერიძე, რომელიც წარმოადგენს პარტიას ალასანია თავისუფალი დემოკრატები. ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი მიზანი გახლავთ, რომ საზოგადოებას გავაცნოთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ხედვა განათლების სფეროს განვითარების კუთხით. ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან საინტერესო საუბარი გვექნება ქალბატონ თამუნასთან. მას მე მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადავიხადოთ პირველ რიგში ჩვენთან მობრძანებისთვის და პირველი შეკითხვა მექნება ასეთი, აი დღევანდელ სიტუაციას როგორ აფასებთ, თუნდაც ზოგადი განათლების სფეროში შექმნის აი რა სიტყვით დღევანდელი განათლების ხარისხზე როგორია, როგორ შეაფასებთ, ვფიქრობ მაყურებლისთვის ესეც საინტერესო იქნება თქვენი მხრიდან შეფასება დღევანდელი ვითარების. კი ბატონო, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. წარმატებებს უსურვებს თქვენს ტელევიზიას და ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ტიპის გადაცემა რო არსებობს, იმიტომ რომ მართლაც საუბარი არის ამის შესახებ, აუცილებელი რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს ამ კუთხით. დღეს მართლაც აუცილებელია იმის გამო, რომ თქვენ კითხვას დაუბრუნდები. სახელმწიფოსთვის დღეს განათლება პრიორიტეტი არ არის სამწუხაროდ. ეს ყველაფერში დეკლარირებული არის თითქოს. ისეთ რამე მართალი გითხრათ არ მახსოვს არც ერთი პოლიტიკური პარტიის პლატფორმა, გეგმა, არავის პრიორიტეტად არ გამოუყრია, რომ აი ჩვენ როცა ვიქნებით ხელისუფლებაში, ჩვენთვის განათლება იქნება პრიორიტეტი. მესმის რომ ჩვენი სოციალური მდგომარეობა არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ სწორედ ეს არის, ეს უნდა ვუთხრათ ხალხს, ეს უნდა გავიზიაროთ და გავითავისოთ, რომ განათლების გარეშე ეკონომიკური მდგომარეობა წინ ვერ წაიძებს. განათლების გარეშე ჩვენი სოციალური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. ის რომ დღეს განათლება საერთოდ არ არის ქვეყნისთვის პრიორიტეტი, თუნდაც ის ადასტურებს, რომ აი უახლოეს პერიოდში გამოვიდა მთავრობის ანგარიში გაწეული საქმეების შესახებ. ძალიან საინტერესო იყო თქვათ ჩახედვა ამ ანგარიში და რა გაკეთდა განათლების კუთხით. გაგიგვირდებათ და განათლება ცალკე თავიც არ არის. განათლება არის სოციალური კომპონენტის ქვეშ. ხო, ანუ ეს იმ რას ნიშნავს, ახლა რაზე მეტყველებს. მე ვერც მოგიყვებით ამ ანგარიშიდან გამომდინარე, რა გაკეთდა განათლების კუთხით. ეს ნიშნავს, მე ვერ ვიტყვი, რა თქმა უნდა, ამ ხელა სისტემა მუშაობს, ამის დრო მუშაობს, ბუნებრივია, რომ რაღაცა რუტინულად საქმეები ხდება. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ამ ხელა თანხები იხარჯება თქვენ ბიუჯეტის იმაზე, რომ ამ მექანიზმი იმუშაოს და თქვათ რაღაცა გაკეთდეს, ამდენი საჯარო სკოლა, საჯარო სახელმწიფო ინსტიტუტია. და მიუხედავად ამისა, მე ვუსმინე თქვენს გადაცემას, ბატონი გყავდათ რეზო ხაზავად, კი ბატონო. მარჩულებრივი სპეციალისტი ამ საქმის და ძალიან თავდადებული დარგის პირობითად განათლების პლატფორმის ერთ-ერთი წამოწყები და ნუ ვეთანხმები შეგვიძლია ხელი მოვაწერო მის ყველა სიტყვას. პირველ რიგში ისეთ როგორ არის, აი მთავრობა ფიქრობს, რომ ჩვენ არ გვაქვს ჯერ ამის ფუფუნება და ჩვენ ვერ დავაფინანსებთ, ვერ გავსდით განათლებაში დაფინანსებას. დიახ, აი ეს არის დიდი პრობლემა. ძალიან დიდი პრობლემა. სულ ყოველთვის პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები ამას ამბობენ ჩვენთან საქართველოში, რომ ახლა ამის დრო არ არის, ჯერ სოციალური საკითხები, შემდეგ განათლება, ანუ ჯერ ახლა ამისთვის დრო არ არის, თუმცა დეკლარირებულია გაღალდებზე ყველგან სიტყვიერადაც, ახლა პრემიერ-მინისტრი შეხვდა პედაგოგებს და თქვა, რომ განათლება არის ჩვენი პრიორიტეტი, თუმცა ამის იქით საუბრის იქით არ მიდის ეს ყველაფერი და აი მე ზუსტად ეს მაინტერესებს თქვენგანაც ძალიან მეხარია რომ ასეთი ჩვენ თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება განათლება და განათლებაში ინტერვენცია სხვადასხვა კუთხით. არის თუ არა საკმარისი ფული, ხო? ჩვენ ახლა ამაზე ვისაუბროთ, საინტერესოა ეს. ჯერ ეს ერთი აუცილებელია გაფინანსების ზრდა. მაგალითად, ახლა მსოფლიო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ იმისთვის, რომ განათლება თავის შედეგი დადოს. ამისთვის საჭიროა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის თანხები, თქვათ, იყოს გადანაწილებული, თქვათ, მთლიანი შიდა პროდუქტის
დაახლოებით მინიმუმ 4% მაინც უნდა იყოს განათლებაში ჩადებული. ჩვენთან არის 1.7 და ჩვენ თავისუფალი დემოკრატები ვდებთ ამ პირობას, რომ ჩვენ მინიმუმ 3-მდე მაინც გავსდით განათლებაში დაფინანსებას, რომ დავღალოთ მაყურებლები ციფრებით, ხო, ეს რა შიდა პროდუქტი, მე ციფრიც რო ვთქვა, ეს დიდად რაზე ვლინდება, შეიძლება რთული გასაგები იყოს მაყურებლისთვის, თუმცა მინდა ვთქვა, რომ რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ მეტი ფული დაიხარჯება პირველი ინფრასტრუქტურაზე, მეორე ხარისხიან განათლებაზე. ხარისხიანი განათლების წარმოქმნაზე და გადაცემაზე. მართლა სავალალო მდგომარეობაა. ჩვენ ხო გვესმოდა, რომ თქვა ნაციონალური მოძრაობის დროს მეც მართლა ვითხრათ მოტყუებული ვიყავი ამით, მეგონა რომ საქართველოში ყველა საჯარო სკოლა გარემონდა. და აი ზუსტად ერთი კვირის წინ ვიყავი სოფელ ძეგში, რომელიც აი აქვეა მცხეთის რაიონში და გავიგე იმის შესახებ, რომ სკოლა ინგრევა, თვალსაჩინო საფეხურები ინგრევა, ინფრასტრუქტურა ინგრევა და სკოლის მოსწავლეები გადაანაწილეს სხვადასხვა სკოლებში. ამას მოყვა თავის პრობლემები, იმიტომ რომ ავტობუსი გამოყვეს, რომელიც ორი კვირის განმავლობაში ორჯერ შექმნა ავარიული მდგომარეობა, ისეთი გაუმართავია ეს ავტობუსი. ანუ ელემენტარული, ვთქვათ, ერთი მაგალითი მოვიყვანე, იქიდან დაწყებული, ვთქვათ, ბავშვი ვერ მიდის და ფიზიკურად ვერს ხდება სკოლაში იმის გამო, რომ ვთქვათ, მიიღოს განათლება, ელემენტარული აქედან დაწყებული, უკვე ხარისხზე ძალიან ინფრასტრუქტურა მართლაც ჭირდება ამას და ძალიან კარგია. როცა განათლებას გარდა იმისა, რომ არის დღეც არის ამის საშუალება, თუ ამას გადავანაწილებთ უფრო ლოგიკურად, ხო? იმიტომ რომ აი გუშინ წინ გამოვიდა კვლევის შედეგები და წერია, რომ ოჯახის შემოსავალი კვლევიდან გავიგეთ ამის საუბრზე, დაახლოებით 60% უმეტესობა ოჯახის შემოსავლისა აწვება სოციალურ დახმარებას და ასეთი ერთჯერად დახმარებებს, რომელიც ვთქვათ გაიცემა ოჯახებზე. აბსოლუტურად არაეფექტურია. უმნიშვნელოვანესია, რომ განათლება იყოს გამიჯნული პოლიტიკისგან. უნდა იყოს განცალკევებული და შესაბამისად უნდა ვიზრუნოთ შესაძლებელი ეს არ იყოს პოპულარული გადაწყვეტილება, შეიძლება შედეგი ვერ დამოიდოს 4 წელიწადში, მაგრამ ჩვენ პირობას ვდებთ თავისუფალი დემოკრატები, რომ ამას აუცილებლად დავიწყებთ და ჩვენ ვიქნებით 4 წელიწადში თუ სხვები იქნებიან, ამას აუცილებლად ისეთი საფუძველი უნდა ჩაუყაროთ, რომელიც განვითარდება. ეს რომელიმე მთავრობას დაეწყო, უკვე საქართველოს დამოუკიდებლობიდან ყველა რამდენი წელი გავიდა და დღეს უკვე ჩვენ შედეგებს მოვიმკიდეთ დარდებიც. და ამ დროს უკვე პროცესი მიდის, ხო, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მოდიან ხელისუფლებაში, ისინი ერთჯერად ღონისძიებებს აკეთებენ და მხოლოდ კვლევის დასაწერად მოკლებადი პერიოდზე თვლიან. ამის შედეგად მივიღეთ, აი იყო ხო თქვენს გადაცემაშიც, რა შედეგები გვაქვს ცოდნის მხრივ. პრაქტიკულად, ეს არის სამარცხვინო მდგომარეობა და უფრო მეტიც თუ კი ვთქვათ საქართველოს დამოუკიდებლობამდე ჩვენ წერა-კითხვის უცოდინარი არ ყვავდა, 0 იყო ჩვენთან წერა-კითხვის უცოდინარი. საბჭოთა კავშირის დროს, კი ბატონო, ჩვენ უკვე გავიჩნდა ციფრი წერა-კითხვის უცოდინარი მოსახლეობის. ეს არის პრაქტიკულად ქვეყნის დაუყვა. რა არის მნიშვნელოვანი? დაფინანსების კუთხით, ხო, ეს თემა რო რაღაცნაირად დავამთავროთ. მნიშვნელოვანია, რომ განათლება კი არ ფინანსდებოდეს, ვთქვათ, სწავლა კი არ ფინანსდებოდეს, უნდა ფინანსდებოდეს კარგი სწავლა. აი, ჩვენ ვისაუბრეთ ხომ, ვთქვათ, სტატუს შეჩერებულ სტუდენტებზე. მართლაც რა ხდნენ ამ სტუდენტებმა, ხომ? უნდა იყოს რაღაცა წამახალისებელი მექანიზმები, უნდა იყოს მოტივირებული, მოტივაციის ზრდის მექანიზმები უნდა ჩაიდოს იმისთვის, რომ ნიჭიერი და შრომის უნარიანი, შრომის მოყარე მოზარდი უნდა წახალისდეს და უნდა სახელმწიფო იდენტიფიცირება გაუკეთოს ესეთ მოსწავლეებს, ესეთ ახალგაზრდებს და ხელი შეუწყოს მათ სწავლას. და შესაბამისად იმის შეფასების შედეგად ვთქვათ, რა ოჯახური მდგომარეობა, რა ფინანსური ვითარება კონკრეტულ ოჯახში უნდა დაეხმაროს აუცილებლად მსგავს სტუდენტებს. არის კიდევ მილიონი მექანიზმი, მე ერთი მოგიყვანეთ, რომელიც ლოგიკურად გადანაწილება შეიძლება მოხდეს და ეფექტურად იმ ფინანსების გამოყენება, რაც შეიძლება სახელმწიფოს ბიუჯეტში იყოს. ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ აქვე და მეგონი მის ჩვენი საუბრის პათოს,
მაგალითად ჩვენ ერთის მხრივ პრობლემა გვაქვს კადრების განათლების სისტემაში და კვალიფიციური პედაგოგების, მეორეს მხრივ კი ჩვენი ახალგაზრდები, სტუდენტები ძალიან დიდი ნაწილი გადის საზღვარგარეთ და სწავლობს იქ. აი თქვენ მაგალითად რა მიგაჩნიათ კვალიფიციური კადრების მოზიდვის, ასე ვთქვათ, ამ პრობლემის გადაჭრის ყველაზე კარგ საშუალებად და რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ასე ვთქვათ, კარგი ფინანსური წამახალისებელი შეთავაზება, ფინანსური ფინანსური შეთავაზება არის ძალიან მნიშვნელოვანი ცალსახად, ყველას გვინდა ცხოვრება, ყველას გვინდა საკმარისი შემოსავალი, რომ ვთქვათ, ჩვენმა ოჯახებმა ღირსეული ცხოვრება იცხოვრონ, მაგრამ საერთოდ ახალისების მექანიზმების თეორიაში ამბობენ, რომ ხელფასი და ფინანსური ანაზღაურება ერთ-ერთი მეოთხე თუ მეხუთე ადგილზე დგას მოტივატორების რიგში. შესაბამისად, ფინანსურ მე ნამდვილად ვჯერა, რომ ჩვენი ხალხი არის პატრიოტი ხალხი და ძალიან ბევრს რა თქმა უნდა ელემენტარული ხელფასი უნდა იყოს გადახდილი, რასაც ის ეყოფა ოპტიმალური ხელფასი, მაგრამ არ არის ხო, იდეალური ხელფასი არ არსებობს. უნდა დამატებითი რაღაცა პირობები შეუქმნა, რომ მას უნდოდეს კონკრეტულ ქვეყანაში არსებობა და საქმიანობა და თავისი ცოდნის გადაცემა. ამისთვისაც და სხვა დადებითი ნაბიჯებისთვის აუცილებელია, რომ იყოს ინდივიდუალური მიდგომა. აუცილებელია, რომ მეტი დეცენტრალიზაცია მოხდეს. განათლების სისტემის, როგორც იცით რა, დეცენტრალიზაცია არსებობს მრავალნაირი. მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის დროს იყო ამის მცდელობა პირველი წლები, რომ სრულიად დეცენტრალიზებული ქაღალდზე მაინც და რაღაც მცდელობები იყო. იცით რა, დეცენტრალიზებული სისტემა მე თვითონ გააკეთეს შეფასება და არ გაამართლა ამან. დაუბრუნდნენ ისევ ცენტრალიზებულს. ახლა რა თქმა უნდა, მე თუ მოგცემთ თქვენ ტილოს და ფუნჯს და გეტყვით, რომ 100 ფიროსმანის, თქვენ ვერ გააკეთებთ დღეს ფიროსმანის 100-ს, ხო? ვერ გააკეთებთ. მე თუ თქვენ გასწავლით ჯერ როგორ უნდა გააკეთოს ეს ელემენტარულად, ხატვისთავი ყველა პროფესიონალი კადრები. რა თქმა უნდა, ამას უნდა ნელ-ნელა. ამისთვის არსებობს პოლიტიკის კვლევა, ამისთვის არსებობს რომ ჯერ შესაძლებელია ერთ-ერთი მექანიზმი იყოს საფილოტე სკოლების აღება, სადაც ნელ-ნელა დავნერგავთ იმას, რაც ტესტურ რეჟიმში ვნახავთ როგორ გაამართლებს ეს სპეციალისტების და ჭკვიანი ადამიანების დახმარებით. მერწმუნეთ, რომ არსებობს უამრავი დონორთა ფული, რომელიც შეიძლება რომ თუნდაც ჩვენი ბიუჯეტის გამოიყენო იმისთვის, რომ შექმნა რაღაცა ოპტიმალური მოდელი, რომელიც რეპლიკაცია კი ბატონო შესაძლებელი გახდება სხვა სკოლებშიც. მაგალითად, დეცენტრალიზაცია შეიძლება დღეს არ მისცეს შენ სკოლას ყველა უფლება იმის გამო, რომ სკოლას თვითონაც არ უნდა ყველა უფლება დღეს. ის გეუბნება, რომ დამეხმარე. კი ბატონო, ხარდაჭერა ჭირდება, იმიტომ რომ არ იცის იმან ჯერ, შენ ჯერ დაეხმარე, რომ იმან იდენტიფიცირება მოახდინოს, გზაზე დააყენო ჯერ და მე სახელმწიფომ უნდა დააყენოს და მე. აი, სად შეიძლება დეცენტრალიზაცია, შეიძლება რესურს ცენტრების დონეზე. რესურს ცენტრები დღეს არ არსებობს, ამხელა რესურსი იხარჯება და მხოლოდ გამტარები არიან სამინისტროს ბრძანებების. ამ დროს თვითონ უნდა ქმნიდნენ, რა თქმა უნდა, თვითონ რეგიონში არსებობენ, თვითონ უნდა იცოდნენ რა რესურსია რეგიონში, რა შეიძლება გაკეთდეს, რა ვასწავლოთ, როგორ ვასწავლოთ, რა არის უფრო აბრი, რა კადრი მყავს. ვინ მჭირდება, როგორი მოზარდი მოდის, როგორი პედაგოგი მყავს. მეტი დეცენტრალიზაცია რესურსების დონეზე, კი ბატონო, ვემხრობი ნამდვილად. დიახ, მართლაც ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა. ასევე ჩვენი გადაცემა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, მინდა მაყურებელს უთხრა თქვენი მოსაზრება, აი რა გავლენა ექნება ქვეყნის ეკონომიკურ დაზე, ასე ვთქვათ, განათლების, წარმატებული განათლების სისტემას. ერთი წუთი დაგვრჩებთ. პირდაპირ კავშირშია. პირდაპირ კავშირში დღეს კი ჩვენ ვამბობთ, რომ უმაღლეს განათლების მქონე ადამიანი შეიძლება ვერ პოულობდეს სამსახურს. ამიტომ სახელმწიფო უნდა შეაფასოს რა სპეციალობები ჭირდება მას. ამაში დონორები გვეხმარებიან, მაგალითად მილენიუმის პროგრამამ საქართველოში შეაფასა, ვიცით ჩვენ რა არის მნიშვნელოვანი და პროფესიული განათლება შეიძლება წამოვწიოთ წინ. დიდი მადლობა მინდა მოგეხსენოთ მოსვლისთვის, ასეთი საინტერესო საუბრისთვის. არ გვეყოთ ჩვენისთვის, იმიტომ რომ კიდევ საინტერესო შეკითხვა მქონდა. იმედი მაქვს, რომ კვლავ მოვიწვევთ, მაყურებელს კი ვიმშვიდობებით, შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი გახლავთ ქალბატონი თამუნა კობერიძე, ალასანია
თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი.